სანამ შინაარსზე გადავალ, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ლაიქის ღილაკზე დაჭერა, არხის გამოწერა და კომენტარებში თქვენი აზრის დაფიქსირება. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ ეს პროექტი გავაგრძელოთ და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. მებრძოლებო, დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ვისაუბრო იმ უსამართლო სიტუაციაზე, რომელიც არმან ცარუკიანის გარშემო შეიქმნა. ვინმე მამიხსნას გთხოვთ, რატომ არ ეძლევა არმან ცარუკიანს მსუბუქი წონის 70 კილოგრამამდე დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი? მე, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ყველა ჩემი თანამოაზრე ძალიან დაბნეულები ვართ ამ ვითარებით. ჩემი ვარაუდით, UX-ის მხრიდან არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაცია ფაქტობრივად სჯის არმანს და აიძულებს მას კიდევ ერთი ბრძოლა ჩაატაროს 2026 წლისთვის, სანამ საბოლოოდ მიიღებს ტიტულზე ბრძოლის უფლებას. იქნება ეს დროებითი თუ გაერთიანების ქამრისთვის. როგორ შეიძლება პედი პიმბლეტი იბრძოდეს დროებითი ქამრისთვის? როგორ შეიძლება ჯასტინ გეიჯი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც ნამდვილად ამაღელვებელი და გამოცდილი მებრძოლია, იბრძოდეს დროებითი ქამრისთვის? რათომ? მათ ხომ სხვა ვარიანტებიც ჰქონდათ? ჩემი აზრით, ჯასტინ გეიჯის შემთხვევაში UFC მის მუქარას ახვა. გეიჯი სოციალურ ქსელებში და ინტერვიუებში აცხადებდა, თუ UFC ახლა არ მომცემს ტიტულის შანსს, კარიერას დავასრულებ. ეს იყო მცდელობა ეშანტაჟის გზით მიეღო ის, რასაც იმსახურებდა. როგორც ჩანს, UFC ამ ხაფანგში გაება და თქვა, კარგი, მივცემთ მას დროებით ტიტულს. ამიტომ იბრძვის ის პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. მაგრამ რატომ არ იბრძვის არმანი პედისთან ან გეიჯისთან დროებითი ქამრისთვის? მებრძოლებო, ეჭვი მაქვს, რომ UFC-ს ჯერ კიდევ აქვს წყენა არმანის მიმართ. მათ არ შეუძლიათ დაივიწყონ ის ფაქტი, რომ არმანმა ისლამ მახაჩევთან ბრძოლაზე უარი თქვა დაახლოებით 1 წლის წინ. UFC-მ ეს არაპატია და არაპირებს ცარუკიანისთვის რაიმე სახის საჩუქრის გაკეთებას. არმანმა დაამარცხა ჩარლს ოლივეირა. ვის დაამარცხა გეიჯიმ? რაფაელ ფიზიევი, ისიც განმეორებით ბრძოლაში. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ტიტულის პრეტენდენტი გახდეს? პედი პიმბლეტმა ვისაჯობა? მან მოიგო ბრძოლა, რომელიც ძლივს მოუგო. მან მოუგო ბობი გრინს, რომელიც წაგებების სერიაში იყო. მან ასევე დაამარცხა მაიკლი ჩენდლერი, რომელიც ასევე წაგებების სერიიდან მოდიოდა. და აი ეს ორი ბიჭია, ვინც ქამრისთვის იბრძვის. აღსანიშნავია, რომ ფიზიებთან გამარჯვებამდე გეიჯიმ წააგო ბრძოლა. მან დაამარცხა დუსტინ პორიე თავი დარტყმით. შემდეგ წააგო მაქს ჰოლოვეისთან. შემდეგ კი მეორედ დაამარცხა რაფაელ ფიზიევი. ეს ნამდვილად არ არის ტიტულის მომტანი სერია. არმანი არ იღებს იმას, რასაც ეკუთვნის. როდესაც ვნახე პოსტერი პედი პიმბლეტთან, გული დამწყდა. მე მომწონს პედი. არ ვცდილობ მასზე ცუდის თქმას, მაგრამ როგორც ამ სპორტის გულშემატკივარი, სიმართლეს ვამბობ. მას არ ეკუთვნის ტიტულის ბრძოლა. ის არ არის გამოცდილი. ბობი გრინის და მაიკლი ჩენდლერის დამარცხება ან ძლივს მოგებული ბრძოლა არ გაძლევთ დროებითი ქამრისთვის ბრძოლის უფლებას. რად იქცევა UFC? ის ნელ-ნელა WWE-ს ემსგავსება. დიახ, ასეა. საქმე მხოლოდ გართობაზეა. საქმე ეხება იმ ბიჭებს, რომლებმაც იციან, როგორ იხმაურონ მიკროფონთან, როგორ მიიქციონ ყურადღება. საქმე იმაშია, თუ ვინ იცვამს კარგად პრესკონფერენციებზე და ვის აქვს სანახაობრივი ნოკაუტები ან სუბმისიები. არმანს არც კი მოეთხოვებოდა დენ ჰუკერთან ბრძოლა, მაგრამ ის მაინც დათანხმდა. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არმანი ახლა კიდევ 1 წელი უნდა იჯდეს უქმად. დაფიქრდით, ისლამთან ბრძოლაზე უარის თქმის შემდეგ, მან ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა UFC 300-ზე. ის 1 წელი იჯდო უქმად, რაც მისი პრაიმ ტაიმის უზარმაზარი დანაკარგია. ახლა ის დაბრუნდა და გაანადგურა დენ ჰუკერი, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჰუკერიც რთული მოწინააღმდეგეა. ვინ დარჩა არმანს? თითქმის არავინ. ჭორების თანახმად, ჩარლზი მაქს ჰოლოვეის BMF ქამრისთვის შეხვდება. ასე რომ გამორიცხეთ მაქსი. ჩარლზის წინააღმდეგ განმეორებითი ბრძოლაც გამოირიცხა. პედი და გეიჯი ერთმანეთს ებრძვიან, გამარჯვებული კი ისლამის დაბრუნებას დაელოდება. ვისთან უნდა იჩხუბოს არმანმა ამ დროის განმავლობაში? დარჩა ბენუა სენ-დენი. არმანმა ბენილდარიუში დაამარცხა. ცარუკიანი ძალიან რთულ სიტუაციაშია. ის უკვე 1 წელი უქმად იყო და ახლა კიდევ უფრო დიდხანს მოუწევს ლოდინი. რისთვის? პედი პიმბლეტის ან ჯასტინ გეიჯის დამარცხებულისთვის? ეს სრული სიგიჯეა, როგორ ექცევიან არმან ცარუკიანს. როგორც მებრძოლთა გულშემატკივრები, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსუბუქი წონის 70 კილოგრამამდე ნომერი 1 ილია თოფურია და ნომერი 2 არმან ცარუკიანი. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. არმან ცარუკიანი მეორე საუკეთესო მებრძოლია მსუბუქ წონაში და ჩვენ უნდა ვიხილოთ ილია და არმანი ერთმანეთის წინააღმდეგ, სანამ გვიან არ არის.
ისინი ამჟამად საუკეთესოები არიან. ჩვენ ვიხილავთ ბრძოლას პედისა და გეინჯის შორის, რაც გასაგებია. პედისა და ილია თოფურიას შორის უკვე იყო დაპირისპირება. საუბრები კლუბებში, ტრეშ-თოქი, პრესკონფერენცია ამ ორი მებრძოლის მონაწილეობით ნამდვილად სანახაობრივი იქნებოდა. ნამდვილად გასართობი და ამაღელვებელი სანახაობაა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ილია თოფურია პედი პიმბლეტს გაკიშავს, რადგან პედის ჯერ არაფერი დამუტკიცებია. რაც შეეხება გეიჯის, ჩვენ ვიცით როგორია ის. ქანაობს თეძვებით, ველურდება და ღია ტოვებს თავს. ამას საუკეთესო მოკრივის თოფურიას წინააღმდეგ ვერ გააკეთებ. ილია მას ორბიტაზე გაგზავნის. ჩვენ ვნახეთ რა დაემართა ჩარლს ბოლო ბრძოლაში. ჩვენ ვნახეთ რა დაემართა მაქს ჰოლოვეის, ალექსანდრე ვოლკანოვსკის და სხვებს თოფურიას რეკორდების ფირაზე. ესენი ცუდი სტილური მაჩებია. ცუდი მაჩებია პედისთვის და გეიჯისთვის ილიას წინააღმდეგ. მაგრამ ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც შეუძლია გამოწვევა მიიღოს და შესაძლოა დაამარცხოს ილია თოფურია, არის არმან ცარუკიანი. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბრძოლას მალე ვერ ვიხილავთ, თუ რა თქმა უნდა, პედი ან გეიჯი არ დაშავდებიან და არმანი არ ჩაანაცვლებს ერთ-ერთ მათგანს. UFC არმან ცარუკიანს საშინლად ექცევა მებრძოლებო. ისინი მას ასე ექცევიან, იმიტომ რომ მან ისლამ მახაჩევთან ბრძოლაზე უარი თქვა ერთი დღით ადრე. ეს უბრალოდ გიჟურია. მე უკვე გადავიღე ვიდეო დიეგო ლოპეზზე, რომელიც ვოლკანოვსკისთან ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაშინ როდესაც მუსაევ ევლოევი უნდა ყოფილიყო შემდეგი. მუსაევი გამარჯვებების სერიაში იყო. მან დიეგო ლოპესი დაამარცხა. მან ყოფილი ბანტამვეიტის 61 კილოგრამამდე ჩემპიონი ალჯამეი სტერლინგი დაამარცხა. მაგრამ მუსაევს უხდება გვერდზე ჯდომა და ალბათ ლორან მერფისთან ბრძოლა მოუწევს. ეს გიჟურია. საქმე არ არის იმაში, ვინ იმსახურებს ბრძოლას. საქმე არის ყველაზე პოპულარულზე, ყველაზე გასართობ მებრძოლზე. იმ მებრძოლზე, რომელიც ტრაქს სკამებზე დასვამს, რომელიც გაყიდის ბილეთებს, რომელიც გაყიდის pay-per-views. ეს ის მებრძოლია, რომელიც დღეს ტიტულის შანსს იღებს და არა ის, ვინც მას დაიმსახურა. როგორც მებრძოლი გულშემატკივარი, რომელიც ამ სპორტს 14 წლის ასაკიდან უყურებს, ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ის, თუ ვინ დაიმსახურა. როდესაც ჯონ ჯონსმა რაიან ბეიდერი დაამარცხა იმ ღამეს და რაშად ევანსმა შოგუნთან ბრძოლაზე უარი თქვა, ჯონს, რომელიც დაუმარცხებელი იყო და გამარჯვებების გიჟურ სერიაში იმყოფებოდა, შანსი მისცეს. მათ თქვეს, შენ იბრძოლი შოგუნთან, რადგან შენ იშრომე. საქმე არ იყო ყველაზე პოპულარულზე. როდესაც ქრის ვაიდმანი ანდერსონ სილვას შეხვდა, ქრისი არ იყო ყველაზე ამაღელვებელი საშუალო წონაში, 84 კილოგრამამდე. მან იმუშავა, იყო გამარჯვებების სერიაში, იშრომა და მიიღო შანსი და საბოლოოდ დაამარცხა სილვა. მაგრამ UFC დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობს, განსაკუთრებით Paramount-თან დადებული შეშრებულებით. ისინი ეძებენ მებრძოლებს, რომლებიც შეავსებენ დარბაზებს. მათ ჭირდებათ კარგი პირველი შთაბეჭდილების მოხდენა Paramount-ზე, ყველა Fight Card-ით და Fight Night-ით. ძალიან საინტერესო იქნება 2026 წელს იმის ნახვა, თუ როგორ მოიქცევა UFC იმ მებრძოლებთან, რომლებმაც დაიმსახურეს ეს შანსი. მაგალითად, ჯოშუა ვანი ამ შაბათს ალექსანდრე პანტოჟას წინააღმდეგ იბრძვის და მან ეს დაიმსახურა. ის ამაღელვებელია, მაგრამ მან ეს შანსი იმიტომ მიიღო, რომ სხვა ვარიანტი არ იყო. მებრძოლებო, მოიწონეთ, გამოიწერეთ, უთხრათ მეგობრებს. თუ თქვენც ფიქრობთ, რომ არმან ცარუკიანს უსამართლოდ ექცევიან, დაწერეთ კომენტარებში. მოდით მხარი დაუჭიროთ არმანს. სხვათა შორის მე მისი დიდი ფანი არ ვარ. უბრალოდ მომწონს მისი ბრძოლის ყურება. ის ძალიან გასართობი და დახვეწილია. ის ძალიან შრომომყარეა. ის მდიდარი ოჯახიდან მოდის, მაგრამ მაინც შრომობს იმისთვის, რომ იყოს UFC-ს ჩემპიონი. მაგრამ მისი ოცნება შეჩერებულია. თუ ის კიდევ ერთ წელს გამოტოვებს, ის დაკარგავს ბევრ საბრძოლი დროს თავის საუკეთესო წლებში. ის აღარ ახალგაზრდება. მებრძოლებო, მითხარით, რას ფიქრობთ არმანის მიმართ ამ უსამართლო მოპყრობაზე და რა ეკუთვნის მას? უნდა მიიღოს თუ არა შუალედური ბრძოლა 2026 წელს, თუ უბრალოდ გვერდზე უნდა იჯდეს. რა უნდა გააკეთოს არმან ცარუკიანმა? დაწერეთ კომენტარებში. მე უბრალოდ ვწუხვარ არმან ცარუკიანზე. ეს მებრძოლები ყოველდღე შრომობენ, აქვთ გიჟური გამარჯვებების სერიები და ამის შემდეგ რას იღებენ? მათ არ თმევენ შანსს.